სკოლა ანაბასისისათვის მნიშვნელოვანი დღე არის ფესტივალი ტრადიციული დღესასწაული სასწაულ ბავშვებთან ერთად. სკოლის მთავარი დანიშნულება მიგვაჩნია არის არა მარტო ცოდნის მიცემა, არამედ შემოქმედებითი უნარების განვითარებაც. სკოლა არის ის ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ფიქრს, ოცნებას, თავისი შესაძლებლობების რეალიზებას, პასუხისმგებლობას ერთმანეთთან, სწორ დამოკიდებულებას. დღევანდელმა დღემ ჩვენ გვაჩვენა თუ რამდენად ნიჭიერი, შემოქმედი, კრეატიული ბავშვები გვყავს. სკოლის სიმდიდრე კი სწორედ ასეთი ბავშვებია და ვფიქრობ, რომ სკოლა ანაბასისი მდიდარი სკოლაა, რომ სკოლა ანაბასისი უკვე 30 წელია არსებობს. ამ არსებობის მანძილზე არაერთი თაობა გააცილა წარმატებული ცხოვრების გზაზე და იცვლება თაობები, იცვლება დრო, მაგრამ უცვლელი რჩება სკოლის მთავარი ღირებულებები. სკოლისათვის მთავარი არის თითეული მოსწავლის შესაძლებლობების სრული რეალიზება, მათი შესაძლებლობების სრული გამოვლენა, ასევე არა მარტო ცოდნის მიცემა, არამედ უსაფრთხო მშვიდობიანი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები დაცულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება ჰქონდა. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ ღონისძიებათა ჯაჭვის ერთ-ერთი საუკეთესო რგოლია. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის გალამაზებაში, ასეთი ლამაზი ემოციური ნომრების წარმოჩენაში, რომლის უკანაც დიდი შრომა, მონდომება და ემოცია იმალება. ანაბასისში სასიამოვნო ტრადიციად დამკვიდრდა ყოველი სასწავლო წელი დავასრულოთ საბავშვო ფესტივალით, რომელსაც სიყვარულით უწოდეთ დღესასწაული სასწაულ ბავშვებთან. ჩვენ შევძელით ჩვენი ემოცია, ჩვენი სიხარული, ჩვენი განცდები მიგვეტანა სვენელამდე და გაგველამაზებინა ეს დღე. ფესტივალში მონაწილეობდა ანაბასისის ყველა კლასის მოსწავლე, რომლებმაც შეძლეს თავიანთი ემოცია, განცდა, სიყვარული მიეტანათ მსვენელამდე და ღმერთმა გიბრალოს ასეთი ბედნიერი და ლამაზი დღესასწაულები. არა მარტო ანაბასისში, მთელ საქართველოში და ყველას უსურვებ ბედნიერ მომავალს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ოვაციებით, იმ ემოციებით, რაც ამოვიდათ ამ საზოგადოებისგან. მე მადლობელი ვარ იმ ანაბასისელებისთვის, რომელთაც ჩადეს ულევის შრომა, ძალისხმევა იმისთვის, რომ აი ეს დღევანდელი ღონისძიება სისრულეში მოიყვანოთ. მე წარმატებას უსურვებ ანაბასისელებს და კიდევ უამრავი წარმატების გზებზე გვენახოს ისინი.